პროტესტის მე-16 დღე ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეში დასაქმებული მაღაროელები საკუთარი მოთხოვნების შესრულების მიზნით კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მთავარი მოთხოვნაა კომპანიამ დაფაროს 3 თვის დავალიანება მაღაროების მართვა სახელმწიფომ გადაიბაროს და საწარმოო პროცესი აღდგეს. დღევანდელ აქციაზე პროტესტის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმაც გააჟღერეს და თქვეს, რომ ორშაბათს ჭიათურის მერიის პიკეტირებას მოახდენენ და ასე ეცდებიან ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას. მაღაროელები აცხადებენ, რომ პიკეტირებას მშვიდობიანი ფორმა ექნება. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ არ გვაქვს ხელფასი. რასაც გვაძლევდეს 60%. უკვე მესამე თვე დაიწყო, არც ის ისმის, არც ის ისმის არაფერი. ასევე ვითხოვთ, რომ როწებიდეს ინვესტორი, მევიდეს მთავრობამ, შეიბაროს მთავრობამ და მოუხედოს ჩვენ რა ამ მუშახარს. 3500 ადამიანი უპასუხისმგებლად დამოკიდებულებით, ერთი SMS-ის საშუალებით უმუშევრად დარჩა, ლუკმაპურის შემოსავლის გარეშე დარჩნენ ამ ადამიანებს. მყარი სტაბილური შემოსავალი ჰქონდათ, უამრავ ადამიანებს ბანკში ვალდებულებები აქვთ აღებული, იქიდან გამომდინარე, რომ იცოდნენ, რომ სტაბილური შემოსავალი ჰქონდათ, მაგრამ დღეს ეს ადამიანები ბანკის პროცენტებზე და ბანკის ვალზე არ არის საუბარი, იბრძვიან, რომ სახლში საღამოთი ლუკმაპური მიიტანონ. მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენ აქ ყოფი ადამიანები თითოეულ ჩვენთაგანი საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები ვართ, თითოეულ ჩვენთაგან წვლილი შეგვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ორშაბათს მერიის შენობას დავიკავებთ, შესასვლელებს არ შეუშვებთ, იმიტომ რომ მე-16 დღე აქ ვდგივართ და ხალხს უკვე ძალიან უჭირს და აქამდე უკვე ნაბიჯები გადადგმული უნდა ყოფილიყო. ამიტომ დავიკავებთ მერიის შენობას. მოხდა ისე, რომ პრაქტიკულად აუხსნელი და გაუგებარი გარემოებების გამო ამას მოჰყვა მოსახლეობის შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მაღაროების დაკეტვა. მეცაც გეტყვით, სულ ფუნქციონირებს დაახლოებით 12-მდე მაღარო და აქედან 7-8 მაღარო იყო დაკეტილი და ეს არის მთელი წარმოების 70%-ზე მეტი. ამან სრულიად გამოიწვია ამ სამთომობოებითი საქმიანობის პარალიზება, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ამ რამდენიმე თვიანი მაღაროების გადაკეტვის მიუხედავად CMC-ის და მისი შვილობილი საწარმოების მხრიდან ხდებოდა სრულად კომპენსირება მოსახლეობის ხელფასების და ყველა იმ ხარჯების, საოპერაციო ხარჯების, რაც ამ დროს სჭირდება დაუშვათ ამ მაღაროების მდგრადობის შენარჩუნებას.